განათლების სამინისტრო 2010 წლამდე გაცემული დიპლომების აღიარების მექანიზმზე მუშაობს. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა დამუშავების პროცესშია და უახლოეს მომავალში პარლამენტს წარედგინება. შედეგად სტუდენტებს, რომლებსაც კონკრეტული სასწავლებლები აკრედიტაციის არ ქონის მიუხედავად სასწავლო პროგრამებზე იღებდნენ და სწავლის დასრულების შემდეგ არ აღიარებულ დიპლომებს გადასცემდნენ, წლების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა მოუგვარდებათ. როგორც ირკვევა, დიპლომების აღიარების მოთხოვნით სხვადასხვა სასწავლებლის მიერ მოტყუებულ სტუდენტებს სამართლებრივი დავებიც აქვთ დაწყებული. ინიციატივა სწორედ ამ მოქალაქეების მხარდაჭერას 2010 წლამდე გაცემული არ აღიარებული დიპლომების აღიარებას და დასაქმებაში მათ ხელშეწყობას ითვალისწინებს. დაანონსებული ცვლილებების საფუძველზე 4 წლიანი დასწრებული და 5 წლიანი დაუსწრებელი სასწავლო პროგრამებიც გათანაბრდება და ყველა კურსდამთავრებულს მაგისტრის ხარისხი მიენიჭება. უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობს დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები, ნახეთ ცარო კირვალიძის სიუჟეტში. განათლების სამინისტროს ინიციატივით 2010 წლამდე გაცემული დიპლომების აღიარება იწყება. ანუ ცვლილებებამდე, თუ თქვენ 2010 წლამდე კონკრეტულ უნივერსიტეტში 4 წლიან პროგრამაზე სწავლობდით, თქვენი დიპლომი ბაკალავრის ხარისხს უთანაბრდებოდა. ეს მაშინ, როდესაც იმავე უნივერსიტეტისა და პროგრამის მეორე კურსდამთავრებული, რომელმაც 5 წელი დაუსწრებლად ისწავლა, მაგისტრის დიპლომს იღებდა. დიპლომის ოფიციალურად აღებისთვის პირობა მხოლოდ ერთია. იმ მომენტისთვის, როცა კურსდამთავრებულმა სტუდენტ დიპლომი მიიღო, ეს უნივერსიტეტი უკვე ლიცენზირებული უნდა ყოფილიყო. განათლების მინისტრის თქმით, რეფორმის მთავარი მიზეზი ის არათანაბარი გარემოა, რომელშიც აქამდე არსებული კანონმდებლობა კურსდამთავრებულს აყენებდა. წარედგინება პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც ათასობით ჩვენს მოქალაქეს ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდება ის პრობლემები, რომლებიც დიპლომის აღიარებასთან იყო დაკავშირებული. კერძოდ რომ ვთქვათ, რიგ უმაღლეს სასწავლებლებში მქონდა მოცემულობა, რომ 4 წლიან დასწრებულ პროგრამაზე გადიოდნენ ზუსტად იგივე რაოდენობის საგნებს და იღებდნენ იგივე კვალიფიკაციას, რასაც 5 წლიან დაუსწრებელზე, მაშინ როდესაც 5 წლიანი ეთვლებოდათ მაგისტრის ხარისხში, ხოლო 4 წლიანზე ანიჭებდნენ ბაკალავრის ხარისხს. ამ ცვლილებების საფუძველზე უკვე 4 წლიანებსაც მაგისტრის ხარისხი მიენიჭებათ. ირკვევა, რომ 2005 წლამდე, მაშინ როდესაც საქართველოში არ არსებობდა ერთიანი სახელმწიფო რეესტრი და ბაზა, სადაც სტუდენტებს შეძლოთ თავად გადაემოწმებინათ ინფორმაცია, თუ რომელი სასწავლებელი იყო აღიარებული და რომელს ჰქონდა აკრედიტაცია, უკვე აკრედიტაცია შეწყვეტილი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს მათივე სტუდენტები მიზანმიმართულად შეყავდათ შეცდომაში, რის გამოც სტუდენტების დიპლომების აღიარება ვეღარ ხდებოდა. სწორედ ამიტომ დაანონსებული ცვლილებები ათასობით კურსდამთავრებულს შეეხება, მათ შორის იმ პირებს, ვინც უნივერსიტეტში აღიარებულ რეჟიმში ჩაირიცხნენ და სწავლა არაღიარებულ რეჟიმში დაასრულეს. ეს ეხება იმ სტუდენტებს, რომლებმაც სწავლა დაიწყეს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უმაღლეს სასწავლებელში, თუმცა სწავლის პერიოდში ან დიპლომის გაცემის მომენტში ამ სასწავლებელს შეუჩერდა ინსტიტუციური აკრედიტაცია ან ლიცენზია. სამწუხაროდ უმაღლესი სასწავლებლები განზრახ არ აწვდიდნენ ამ ინფორმაციას ჩვენ სტუდენტებს და მათთვის არ იყო ცნობილი ოფიციალური ორგანოებისგან, რომ ამ უნივერსიტეტს შეუჩერდა ლიცენზია. და სტუდენტები ასრულებდნენ სწავლას და მათი განათლება არ იყო აღიარებული. შესაბამისად იცვლება ეს რეგულაცია და მათი განათლება ხდება აღიარებული, რაც ათასობით ჩვენს მოქალაქეს აძლევს საშუალებას, რომ დასაქმდნენ, გავიდნენ შრომის ბაზარზე, ან სწავლა გააგრძელონ განათლების შემდგომ საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ფარგლებს გარეთ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თქმით, სახელმწიფო უნივერსიტეტებთან მიმართებით ძირითადი პრობლემა ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების შედეგად გაცემულ დიპლომებთან მიმართებით არსებობს, ხოლო კერძო უნივერსიტეტებთან მიმართებით კი პრობლემა იმაშია, რომ ისინი სტუდენტებს ისეთ ვითარებაში იღებდნენ, როდესაც აკრედიტაციის პრობლემა არსებობდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს რა თქმა უნდა ეხება პირველი ნაწილი. თქვენ იცით, რომ 2000-იანების დასაწყისამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო 5 წლიანი სასწავლო პროგრამები და გამომდინარე აქედან 10,000 ჩვენს კურსდამთავრებულს დღეს უწევდა და უწევს, რომ განათლების ხარისხის სამსახურმა გასცეს სპეციალური ნებართვა იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს დიპლომის აღიარება. რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით და აი ამ კუთხით ამ პროცედურის გამარტივება მისასალმებელია და ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის სწორედ მოქალაქეებისათვის და მოქალაქეების აკეთილ დღეოდ გადადგმულ ნაბიჯი.
ამ ეტაპზე განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებული რეფორმა დამუშავების პროცესშია და მასზე უახლოეს პერიოდში საქართველოს პარლამენტში იმსჯელებენ. უწყების წარმომადგენლებს მოლოდინი აქვთ, რომ ცვლილება 2010 წლამდე გაცემული დიპლომების აღიარების პროცესის დახვეწას და მრავალი წლის განმავლობაში არსებული საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრას ხელს შეუწყობს, რადგან სწორედ არაღიარებული დიპლომების გამო მოქალაქეებს დასაქმების ან შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ეზღუდებოდათ.